ეს პირობა თუ არ შესრულდა ჩვენ ვერ დავიწყებთ, ამიტომ ტრადიციული კითხვა მაქვს. მზად ხართ? კეთილი, თუ მზად ვართ, მე მინდა ვიხმო პირველი წყვილი. წონითი კატეგორია 36 კილოგრამამდე. და პირველი მებრძოლი, რომელსაც მე ვუძახი, წარმოადგენს კლუბ ფონიჭალას დავით საყვარელიძე. გამას მებრძოლებით, გამას რინგზე შესაბამისად ისევ გველის ძალიან კარგი სანახაობა ჩვენ მივესალმოთ მებრძოლს. ვახსოვს წინა ბრძოლები, საკმაოდ სანახაობრივი ბრძოლები შემოგვთავაზეს და ეხლაც იმედი იგივე. დავითი რინგს გაიზიარებს სპორტსმენთან აჭარიდან, რომელიც წარმოადგენს Fight Club მემიშიში ნიკა მელიქაძე. მისი ოპონენტი გამოვა გამას რინგზე და დარწმუნებული ვარ პირველივე წვილი გახსნის ჩვენს გამას საბრძოლო ემოციებს და არანაკლები ემოციები გვექნება უკვე პირველივე რაუნდიდან. თუ არ ვცდები 36 კილოგრამის წონით კატეგორიაში გამოდიან ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მორჩი გამას მებრძოლები. დავალოდოთ ამოვიდეს მებრძოლი გამას რინგზე. მივესალმოთ მებრძოლს ნიკა მელიქაძე მეგობრებო. Fight Club მემიშიში. Let's get it on! და იწყება მე სულ მოგუთმენლად ველოდები მაგ ბრძოლას, რადგან წინა ივენტზე საოცარი ესე რა ვთქვათ ემოციები მოგვარის ჩვენთან მორჩმა პატარა გამას მებრძოლებმა. დარწმუნებული ვარ ეხლაც იგივე იქნება. იწყება რეფერი ახლა მისცემს ნიშანს და უკვე პირველივე წამებიდან დაიწყება ჩვენი ბრძოლები. დაიწყო რეფერი მისცა ნიშანი და ნახოთ აი ახლა პირველი ეგრევე გადავიდნენ შეტევაზე. შვენიერი მოგეხსენებათ რომ თითო რაუნდი არის 2 წუთიანი. საოცარი კარგი იყო. აი კონტრ დარტყმებზე კარგად გადადის საყვარელიძე. ძალიან დაწია ხა ცოტა იყოს თავი დაბლა. მოგეხსენებათ რომ ისინი დაცულები არიან, რადგან არასრულწლოვნები არიან, პატარები არიან, დაცულები არიან. როგორც თქვათ ჩაფხუტებით, ესე რომ თქვათ, მუზარადობით, ასევე ხელთათმანებით, რბილი ხელთათმანები გვაქვს. არანაკლებ ესე რომ თქვათ საკრივო დგომს გვთავაზობენ ახლა. კარგი იყო ტრიალში შვენიერი, აი არ ვიცი შეატარეთ ნებისმიერი ბრძოლა, ამათ ბრძოლას საოცარ ემოციას გურიან. სანახაობრივად არ ჩერდებიან, ნახეთ ტემპი არის რაღაც სასწაული ტემპი 20 წამია დარჩენილი პირველი რაუნდისგან. სასწაული ტემპი, არც ერთი არ ყრის ფარხმალს. აი ახლა 10 წამი რაუნდის დასრულებისა კლინჩში შევიდნენ ალბათ ახლა რეფერი ჩადა არა ისევე ტრიალში ეს თორემ საყვარელიძე იყო. დიახ, პირველი რაუნდი დასრულდა. რას ვამბობდი, როგორც სულ მალე უკვე დაგვიდგება იმედია ზაფხული ბოლო და დაწყება. გარეთ ჯერ კიდევ გრილა, მაგრამ გამას რინგზე ცხელა საკმაოდ ტემპერატურა მაიწია და ეს ყველაფერი გააკეთეს ჩვენმა ნორჩმა გამას მებრძოლებმა გამას რინგზე. თქვენ ხედავთ ჰაილაითებს, რა კარგი აცილება იყო, დაინახეთ, კარგად აიცილა და ბლა ჩავიდა. აი ახლა ესეც ტრიალში დონეზე დაარტყრო, ცოტა არ იყო შეაბარბაცა. აი ისევე ეს მეორე დარტყმა. კარგად გრძნობს სხვათაშორის საყვარელიძე დისტანციას, თვალებს არ გვიწევს დარტყმის დროს და თითქოს აი იცის როდის უნდა გავიდეს უკან, როდის გადავიდეს შეტევაზე. პირველი წამები იყო, როცა კარგად თითქოს დაკარგა ტემპი და მოუშვა ესე რა თქვა შეტევაზე
იმყოფი თავისი ოპონენტი, მაგრამ მე უკვე იგზნო ტაიმინგი და შესაბამისად უკვე თვითონაც გადავიდა შეტევაზე და თუ არ ვცდები შეიძლება რაუნდიც კი წაიღო. საყვარელიძე მელიქიძე დაიწყო მეორე რაუნდი ისევე მელიქიძემ დაიწყო ისევე დაიწყო ისევ ცეცხლოვნად დარტყმების გადაყრა აი ტყაპატყოფი გაუდის ეს არის ძალიან მძიმე დარტყმები აქ თორივეს ყოჩახ როგორც საყვარელიძე ისევე მელიქიძე აი კარგი იყო შვენიერი კარგია თვალი ვერ ასწრებს ამათ მოძრაობას ახლა რეფერიმ გააჩერა შენიშნავს მისცემს ორეს კარგად ვერ დავინახე ეს რის გამო ენახეთ ორეული გაუშვა გადავიდა უკრაინის საყვარელიძე ახლა მელიქიძეც არ ჩამორჩება არანაირად საკმაოდ ძლიერი ბიჭია ცოტა პუბლიკაზეც მუშაობენ ბაჭა კარგია ახლა კარგი ორეული გაუშვა და აიცილა ახლა მელიქიძემ აი ხალ ისევე მე წარმომიდგენია ესენი როცა გაიზრდებიან და თუ გაყვებიან და იმედია გაყვებიან ამ სპორტს საოცარი ეხლა უკვე მეორე რაუნდის დასრულებამდე არის 15 წამი დარჩენილი სულ მალე გონგი იქნება 10 წამიანისა რომ დასრულდება აი დიახ არიღლებენ ცოტაოდაენი შესუსტა ესე რომ ვთქვა შენება ტემპი თორემ აი არანაირად უკან არიღებენ როგორც ვამბობდი გახსნა პირველმა წულმა საოცრად გახსნა უკვე ჩვენი დღევანდელი ივენთი აი ნახეთ აი თავს არ ხრიან არ ზურგს არ აქცევენ ხანდახან არის ხოლმე რომ აი როცა გამას რინგზე თქვენ ბევრჯერ გინახავთ ზურგს აქცევენ ანუ მსგავსი რაღაცა ხდება ხოლმე ან თავს ხრიან ძალიან დაბლა არა აი შეხედეთ ეს არის მაგალითი თუ როგორ უნდა ჩატარდეს ბრძოლები პატარები გვაძლევენ მაგის მაგალითს რა კარგი აცილება იყო ეხლა მელიქიძისგან აი თან უძლებენ დარტყმებს შესაბამისად მეორე რაუნდი არის შეიძლება მელიქიძემ ამოქაჩა ან წაიღო კიდევ ცოტათომაც არა მაგრამ საყვარელიძე საკმაოდ ჭკვიანურად იქცევა ყოველთვის არ გადადის შეტევაზე უშვებს მაგრამ კონტრშეტევები აქვს საოცარი დაიწყო მესამე რაუნდის წუთ ნახევარი მე ბუდის მოგიხდით 2 წუთიანი არ არის დიდი ბოდიში წუთ ნახევრიანი არის რაუნდები წუთ ნახევრის განმავლობაში არ ჩერდებიან აი მესამე რაუნდი არის არ გაჩერებულან არც ერთი შვენიერი ნახეთ იმის დგომა ახლა მელიქიძე იწევს ჩაფუთე ცოტა არის უშლის თუ არ ვცდები მელიქიძეს ეს ფაქტობრივად ძალიან დიდი დისკომფორტი არის რომ იცოდეთ როცა კარგად არზის თავზე მაგრამ არ მიუხედავად ამისა მაინც კარგად აფრთხებენ თავს ახლა შეიძლება ახლა თასმა გაიხსნა მელიქიძეს არა უშავს ამ დროს ხოთაშორის შეუძლიათ რატომ არ იყენებენ ახლა რეფერი რაღა იყო და კუთხეებიდან წოთნელები რომ ჩაფხუტები გაუსწორონ თორემ ბრძოლის დროს ხშირად ისწორებენ ხოლმე ჩაფხუტებს გადავიდა ახლა შეტევაზე საყვარელიძე რადგან იცის რომ მესამე რაუნდია შეიძლება ისი არ არის მაინდამაინც ქულებთან დაკავშირებით როგორც თვითონ უნდა ამას მიუთითებენ კიდევაც კარგია ახლა ელოდებოდა მელიქიძეს აი მიიმწყდია კუთხეში ახლა საყვარელიძე მაგრამ არ უნდა გაჩერდეს და კარგად მიიმწყდია კარგად მივიდა ტაიმინგს ძნობს მელიქიძემ გაუძლო ამ შეტევას არც ერთი არ დაღლილა ყოჩა ორივეს ცოტათი დაღლა დაეწყო თვითონ საყვარელიძეს მაგრამ ნუ აი არ იმჩნევს კარგი დატრიალება იყო ახლა საყვარელიძესგან ყოჩა ორივეს და დასრულდა ისე დასრულდა რაუნდი ვერც კი შევამჩნია
ეხლა დაველოდოთ რა გადაწყვეტს საჩთა კოლეგია, ვინ მოიგო ამ წყვილში. უპირველეს ყოვლისა გთხოვთ აპლოდისმენტებით დავასაჩუქროთ ეს ორი ახალგაზრდა. ესეთი მაგარი სანახაობა შემოგთავაზეს. თუმცა საჯების ბარათებს თუ დაუკვირდებით ამ ბრძოლაში გამარჯვებულია დავით საყვარელიძე, კლუბი ფონიჭალის წარმომადგენელი. მიულოცოთ ბიჭებს გამარჯვება, ვინაიდან ასეთ ჩუმში ჩემთვის არც ერთი დამარცხებული არა. არ გავწელოთ მეგობრებო დრო და გადავიდეთ შემდეგ ბრძოლაზე. ვინაიდან მებრძოლები უკვე მზად არიან და ვერ ითმენენ როდის გამოვლენ რინგზე და მე უხმოდ პირველ მათგანს 37 კილოგრამ წონით კატეგორიის მებრძოლს კლუბიდან ფონიჭალა ანდრია ხორგუანი. მესამე წელი ისევე ბრუნდებით სანახაობას, არ ვიცი მომკალით და მე მომწონს მათი ბრძოლები, მათი ტემპი და სხვათა შორის არ არის თავბოლო დარტყმების სერია და მივესალმოთ ანდრიას. ამას დაამტკიცებენ კიდევ ზეფაზნა სპორტული სხეული აქვს ანდრიას. ანდრიას მეტოქე მებრძოლი ბათუმიდან Fight Club ნემიშიშის წარმომადგენელი გიორგი ბაქრაძე. და მისი მოწინააღმდეგე გიორგი ბაქრაძე. მივესალმოთ გიორგის. ნახეთ როგორი განწყობა არის, ნახეთ რა მოძრაობები არის. ძალიან საყვარლები არიან და ამავე დროს ძალიან უკვე ზრდასრულები ეს რო თქვა რა. წმინებული ვარ საოცარ ბრძოლაში მოგთავაზებენ. მაგათ განწყობას შეხედეთ, უბრალოდ შეხედეთ ამათ განწყობას. მეფერის გარეგებები მიიღეს. დაიწყება ახლა show time. კარგია, დავიწყოთ. რეფერი მისცემს ნიშანს და პირველი რაუნდი დაიწყო პირველი რაუნდი. ეს გადავიდნენ უკვე შეტევაზე ეგრევე. მოძრაობები, შეხედეთ რა მოძრაობა. ოპა! რა მოძრაობები აქვს, ნახეთ რა ტაიმინგია. ნახეთ რა აი ცეცხლი კი არა, აქ უკვე კოცონი გიზგიზებს. საოცარია. არც ერთი ახლის თავს შეხედეთ. ორივე, ხან ერთი, ხან მეორე, აი წამიდან წამზე, ერთ წამზე ერთია, შეტევაში მეორე წამს მეორე. არც ერთი არ არის რომ გარბოდეს რომელიმე. როგორი აიცილა. ოჩა. კლინჩი შევიდნენ და ალბათ რეფერი ალბათ დააშორებს კი ბატონო. აი იგივე ეს გაკეთება უნდა და ეხლა ოლდონს ოჩა კარგი ჯებით შეხვდა ეხლა და კორპუსი თავი ძაღლდა ბაქრაძე წევს ხარგოვანი პირველი რაუნდის 10 წამი სულ მალე დასრულდება. დასრულდა. აი რას ვამბობდი? გაცილებით.
მეტად საინტერესო სანახაობა არის. ჩვენი ნორჩი პატარა ამ შემთხვევაში 37 კილოგრამ წონით კატეგორიაში მყოფი პატარების ბრძოლები ვიდრე ალბათ დამერწმუნებით ვიდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში ამათი ნეტავი ამათი ენერგია მომცა ყოჩა. მაგრამ რაც მთავარია არის ტკივილის ბარიერი, არის შეგრძნება. არ აქვს ის შეგრძნობა, რომ აი თქვა მეტკინა, მიუხედავად ამისა, რომ ჩაფხუტებში არიან, კი ბატონო, რაც არ უნდა იყოს დარტყმა. შესაბამისად, აი არ აქვს ეს დარტყმისგან მიყენებული ტკივილის ესე რომ თქვა შიში. არა, პირიქით. მეორე რაუნდი საკმაოდ საინტერესო ბრძოლისა. ეთერი მისა ნიშანი და დაიწყეს. კარგია. ეხლა გიო უკვე დაცულ პოზიციაში გადავიდა. შავ ტრუსში. კარგია. ცოტათი უკან დაიხია, ალბათ მისცემს იმის საშუალებას, რომ მეტად დაიღალოს, თქვა გადაყაროს დარტყმები და მერე უკვე გადავიდეს შეტევაზე. რეფერიმ ახლა დააშორა ისინი, ცოტა არ იყოს დაღლა დაეწყო. ეს თორემ ხორგვანია. ორი ცოტა არ იყოს მეტად დაიყალნენ, მაგრამ არა ნახეთ, არ ჩერდებიან, სხვათა შორის რაც კუთხიდან დაშვებული ყველა რჩევას თითქმის ითვალისწინებენ. ამავე დროს როგორი შეგრძნება აქვს ბრძოლის, ბატონის, ტაიმინგის და როგორი კარგი სმენადობა აქვს და დაჯერება, სხვათა შორის ყველაფერს იმას ასაცონებენ, აკეთებენ. დაიღალნენ ახლა არა უჩას უცოტა დარჩა 10 წამი. ახლა გაჩერდა ცოტა ძნელი ამ ტემპში უკვე გრძელება. კი ბატონო, მეორე რაუნდი დასრულდა. ვაუ! მეორე რაუნდი დასრულდა. გიომ თავის თავზე გადაიბირა, გადაიწია მეორე რაუნდის ქულები. ყოველ შემთხვევაში ჩემი შეფასება არის ესეთი, უფრო მეტად აქტიური იყო. ადგენენ ახლა მესამე რაუნდისთვის უკვე ემზადებიან. მესამე გადამწყვეტი რაუნდისთვის ემზადებიან ახლა მებრძოლები. რეფერი მოუხმოვე ბრძოლს აჩა პატივისცემაც გამოვხატეთ. კი ბატონო, დავიწყეთ მესამე ძალიან საინტერესო რაუნდი. ნახოთ ახლა რა შემოგთავაზებენ ამ წუთ ნახევარში უკვე ბოლო 56 წამია დარჩენილი მესამე რაუნდის დასრულებამდე. კარგად გადავიდა ახლა. ისევ რა კარგად ხდება უკვე ცოტა არ იყოს აი კარგი რჩევები მიიღო კუთხიდან. მებრძოლმა კუთხიდან წითელ შორტში კარგი რჩევები მიიღო. ახლა კლინჩი შევიდა. ამით დარწმუნებული უფრო მეტად ისვენებს. აი დარტყმა აიცილა და თვითონვე დაარტყა. კლინჩი შევიდნენ. საშუალება იმისა რომ დაიღონ მაურა კარგად გადავიდა. ცრუ მატყუარა მოძრაობები იყო ახლა სპორტსმენისგან შავი შორტით. ახლა ისე კლინჩი არიან. უფრო მეტი ცრუ მანევრები აქვს ახლა მესამე რაუნდში. გასაგებია რომ ცოტა იყოს ძნელია ესე ვერ გააგრძელებ ყველაფერს. ბოლო 2 წამი და დასრულდა. შეტევაში დაასრულა ახლა გიომ. ეს მესამე რაუნდი. ნახოთ რას
რას გადაწყვეტენ საჭთა კოლეგიის წარმომადგენლები? ძალიან ჩუმად ხარ ვართ ასეთი ბრძოლისთვის. ბიჭებმა ნახეთ დაიმსახურეს აპლოდისმენტები. მეგობრებო, სანამ საჯების გადაწყვეტილებას გაგაცნობდეთ, მე მინდა გითხრათ, რომ ასეთ ბრძოლაში ორივე მებრძოლი გამარჯვებულია. სხვადასხვა საჯებიც იზიარებენ ჩემას ამ ბრძოლაში, მეგობრებო. ფრე დასრულდა. უმაგრესი ბრძოლა და წარმატებები უსურვოთ ბიჭებს. როგორც დიდ ლიგაში აქაც უნდათ გამოწვევის დაფიქსირება. აბა მოგესალმებით პირველ რიგში ყველას. გამატივის მაყურებლებს და ასევე დამსწრე საზოგადოებას, ვინც არ იცის, მე ვარ დემეტრე შულობერძე, Road to Gamas მებრძოლი და მე სამწუხაროდ დავმარცხდი ანდრიასთან, რომელმაც ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, ეხაც კარგად იბრძოლა და ჩემთანაც კარგად იბრძოლა. და ასე ვთქვათ, ან გარკვეული მიზეზების გამო დავმარცხდი, რამაც ასე ვთქვათ, მომანდომა რომ გამომეწვია რემაჩზე. და იმედია დამთანხმდება ანდრეა რა. თანახმავა. face to face. აჰა! Georgian Bullet! ანდრია ხორგოვანის წინააღმდეგ. ეთილი დავაფიქსირეთ გამოწვევა ჩვენი მატჩმეიკერების გუნდი სიამოვნებით დავამუშავებთ ამ ბრძოლას მე ფრიად დასიამოვნები ვარ დიდი მადლობა რომ მოყვებით გამა FC წერტილი TV-ზე დაელოდეთ ჩვენ შემდეგ ბრძოლებს მაისი კიდევ უფრო სასტიკი და დატვირთული იქნება სხვადასხვა შეჯიბრებებით დღეს კი სულ ეს იყო